ტყე თითქოს მშვიდია, მაგრამ ეს სიჩუმე ბევრ რამეს ამბობს. ირგვლივ პოლიეთილენის პარკები, პლასმასის ბოთლები და სხვა ნარჩენებია მიმოფანტული. ეს არის ტყე, რომელსაც ადამიანები დიდხანს დაუდევრად ეპყრობოდნენ. სწორედ ამ გარემოში იწყება 4 მოზარდის ამბავი, რომლებსაც უბრალოდ ბუნებაში დასვენება და განტვირთვა სურდათ. თუმცა ეს გარემო მათ დიდ გამოწვევას უგზავნის. ეს შენი სახლია, ასე ქვია რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის პრემიერაც 29 აპრილს კინოთეატრ ამირანში შედგა. ფილმი ადამიანების მიერ შექმნილ ეკოლოგიურ კრიზისზე მოგვითხრობს და სიუჟეტი 4 მოზარდის ირგვლივ ვითარდება. ეს პატარა პროექტი, პატარა ფილმი ეხება იმ პრობლემას, რომელიც ფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვაწუხებს მთელ ქვეყანას. ეს არის ბუნების დანაგვიანებაზე. უფრო ფართედ თუ ვიტყვით, ეს არის მგონია უფრო დიდი და გლობალური პრობლემა ადამიანებზე, უფრო მეტად თუ ჩვენ თვითონ რას უშევით ჩვენს პლანეტას, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ქვეყანას. შევეცადეთ რაღაცა ცოტა სხვა ფორმით გვეთქვა ჩვენი სათქმელი, ცოტა თითქოს მხიარულად, სარკასტულად, ცოტა იუმორით, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო წუხილით, რა თქმა უნდა და ტკივილით. ისე თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ დღეში სულები არიან? ტყეში მოზარდებს უჩვეულო ხმები ესმით. ეს ტყის სულების ხმებია. საბოლოოდ კი ერთ-ერთი მათგანი თავად შეხვდება მათ და ნახავს, რომ ისინი ადამიანების მიერ დატოვებული ნარჩენებით არიან შემოსილნი. მათი ტანსაცმელი, პოლიეთილენის პარკები და პლასმასის ბოთლები მწარე სიმართლეს ამბობს. ბუნება დახმარებას ითხოვს. ფილმის მსახიობები ამბობენ, რომ საზოგადოება ამ თემაზე უფრო ხშირად უნდა საუბრობდეს და უფრო მეტი ფილმი უნდა იქმნებოდეს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი სახის პროექტები ხშირად კეთდებოდეს, იმიტომ რომ ეს არის ისეთი საკითხი, რაც ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს აუცილებლად. და ამის გადაჭრის პრობლემები გზები უნდა ვეძებოთ აუცილებლად და მიხარია, რომ ასეთი პროექტის ნაწილი ვარ. ვიყავი და გადასაღები პროცესი ძალიან სასიამოვნო წარიმართა, იმიტომ რომ ატმოსფერო იყო ძალიან კარგი. მგონია რომ ძალიან ბევრი ფილმი უნდა იყოს გადაღებული ამ თემაზე, იმიტომ რომ მგონია რომ მაყურებელს აზრებინებს და ზეგავლენას ახდენს მასზე რომ მოუაროს დედამიწას და გაუფრთხილდეს ბუნებას. ფილმი აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომლის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ლესლი ბერმან-ლახმი ამბობს, რომ კინო ცვლილებების საშუალებაა და იმედი აქვს, რომ ეს შენი სახლია სწორედ ამ ცვლილების დასაწყისი იქნება. ეს პროექტი ცოტა განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ და ძალიან გაგვიმართლა, რომ რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან პარტნიორობთ. ჩვენ მას სრული შემოქმედებითი თავისუფლება მივეცით და მან იმუშავა ძალიან ნიჭიერ გუნდთან, მსახიობებთან და მუსიკოსებთან. იმედი გვაქვს, რომ ეს ფილმი საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს პლასმასით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. ფილმის მთავარი გმირი საბოლოოდ ტყის დალაგებას და ნარჩენების შეგროვებას იწყებს. ეს მომენტი კი თითქოს მაყურებელს მიმართავს კითხვით: შენ რას გააკეთებ შენი სახლის, ბუნების გადასარჩენად?